გამარჯობა, რა როლს მათამაშებდით და რომელ ფილმში? თქვენ დიახ. ვესტერნში აუცილებლად. სპექტაკლში? ფილმში ვესტერნში მეთქი. ვესტერნში, მადლობა. ახლა ჩათვლილი იაფარულოა რა ვიცი. იაფარულოა, მადლობა, კარგი. არა მაქვს ნიჭი არ ვიცი. არა, მე რომელში მათამაშებდით? აი ქართული ან უცხოური ნებისმიერი. რაც გინახავს ვეღარ. შავი ქრივი. რას? შავი ქრივი. შავი ქრივი, მადლობა. აი შერეკილებში რას? ბაბუას. რამე ნებისმიერი, ქართული ან უცხოური. არ ვიღებ კინოებს. ძალიან უცხო ადამიანი და ძალიან ისახარ და მე ჩემი ის რო იყოს ისა იტალიურ ფილმში გათამაშეთ. ტიტანიკში თავი როუზი, ძალიან დიდი მადლობა. მალენას როლში ეთამაში. მალენას მათამაშებდი, მადლობა. დარიკო. გრეის ანატომიაში ერთ-ერთი ექიმი. გამარჯობა, რა როლს მათამაშებდით? გოგოებოდა რომელ ფილმში მე? აი მე თქვენ ისეთი ზგად ევროპულის ქართულ ფილმში ვერ ითამაშებდი. და მაშინ ევროპულიდან რომელში? ან ჰოლივუდში. კონკრეტულად აი რომელიმე როლი არ გახსენდებათ ან ფილმი? სადმე სტეთხემთან ერთად. როლს გათამაშებდი და კლეოპატრას როლს გათამაშებდი, ესეთი აზიური გარეგნობა. მადლობა ძალიან დიდი ნახვამდის. მისტერ და მისის სმიტები რავი. რავი არც ერთში. არც ერთში? თქვენ ყველა ფილმისთვის პირველად მსახიობი იქნება. მადლობა ძალიან. ფიზიკურობაც გიჩვენებს და განათლებაც გექნებათ. მადლობა. ტერმეტყველიც იქნებით და ყველანაირ ფილმში გამოგდებით. მადლობა ძალიან დიდი. გათამაშებდით დედინაცვალში. დედინაცვალის როლს ჯულია რობერტსი თამაშობს და მის როლს ჯეიმს ბონდი. ჯეიმს ბონდში? თვითონ ჯეიმს ბონდს? შეყვარებული ფილმი. კარგი, მადლობა. რა როლს მათამაშებდი მე და რომელ ფილმში? აი გაიხსენე, ან ქართული ან უცხოური. ბეჭდების მბრძანებელი ორი კოშკი. და რომელ პერსონაჟს? კოშკები.